დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. HIV ინფექცია. HIV ინფექცია, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, HIV ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს შიდსი, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ამომწურავი ინფორმაცია დაავადების შესახებ, მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობის მეთოდები და საშუალებები, სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი და რჩევები ქვემოთ არის მოცემული. HIV ინფექციის გამომწვევი მიზეზები. HIV ინფექცია გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, HIV. ვირუსი გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე სხვადასხვა გზით. სქესობრივი კონტაქტი, ყველაზე ხშირი გზაა HIV-ის გადაცემისა. დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ვაგინალური, ანალური ან ორალური, ინფიცირებულ პარტნიორთან ზრდის ვირუსის გადაცემის რისკს. ინფიცირებული სისხლი, HIV შეიძლება გადაეცეს დაბინძურებული სისხლის გადასხმისას ან ინფიცირებული ნემსების გაზიარებისას, ძირითადად ნარკომანიის დროს. დედიდან შვილზე, HIV ინფექციით დაავადებულმა დედამ შეიძლება გადასცეს ვირუსი ბავშვს ორსულობის, შობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. სამედიცინო მანიპულაციები, იშვიათ შემთხვევებში ინფექცია შეიძლება გავრცელდეს არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით. HIV ინფექციის სიმპტომები. HIV ინფექციის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინფექციის სტადიისა და პიროვნების იმუნური სისტემის მდგომარეობის მიხედვით. პირველადი ინფექცია, მწვავე HIV ინფექციის პირველ ეტაპზე შესაძლოა გამოვლინდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კელის ტკივილი, გამონაკარი, ლიმფური კვანძების გადიდება. ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ბევრი ადამიანი ამ ეტაპზე ვერ ამჩნევს სიმპტომებს ან მათ გრიპის სიმპტომებში ურევს. ქრონიკული HIV ინფექცია, ლატენტური ფაზა, ამ ეტაპზე ვირუსი აქტიურია, მაგრამ სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია ან სრულად არ არის. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი. პაციენტი შესაძლოა თავს ჯანმრთელად გრძნობდეს, მაგრამ ვირუსი აგრძელებს იმუნური სისტემის დაზიანებას. შიდსი, თუ HIV ინფექცია არ მკურნალობს, ის პროგრესირებს და იწვევს შიდსს. შიდსის სიმპტომებია წონის მკვეთრი კლება, მუდმივი დაღლილობა, ხშირი და მორეციდივე ინფექციები, მაგალითად პნევმონია, ტუბერკულოზი, კანდიდოზი, კანის დაავადებები და გამონაკარი, ლიმფური კვანძების გადიდება, დიარეა, ნევროლოგიური დარღვევები, მეხსიერების დაკარგვა, დაბნეულობა, სიმსივნეების განვითარება, კაპოშის სარკომა, ლიმფომები. შიდსის დროს იმუნური სისტემა იმდენად სუსტდება, რომ ადამიანი ვერ უმკლავდება ჩვეულებრივ ინფექციებსა და დაავადებებს. HIV ინფექციის დიაგნოსტიკა. HIV ინფექციის დიაგნოსტიკა ხდება სისხლის ანალიზის მეშვეობით, რომელიც ამოწმებს ვირუსის ანტისხეულებს ან ვირუსის RNA-ს. ტესტირება მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეულ ეტაპზე დასადგენად, რათა დროულად დაიწყოს მკურნალობა. ანტისხეულების ტესტი. ეს ტესტი ამოწმებს სისხლში ანტისხეულებს, რომლებსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს HIV-ის საპასუხოდ. ანტისხეულები შეიძლება გამოჩნდეს ინფექციის შემდეგ რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ანტიგენის ანტისხეულების კომბინირებული ტესტი. ეს ტესტი ამოწმებს როგორც ანტისხეულებს, ასევე ვირუსის ანტიგენებს, რაც საშუალებას იძლევა ინფექციის უფრო ადრეული დიაგნოსტიკა. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია PCR ტესტი. ეს ტესტი ამოწმებს ვირუსის RNA-ს, რაც უზრუნველყოფს ინფექციის დიაგნოსტირებას და მკურნალობის მონიტორინგს. HIV ინფექციის მკურნალობა. HIV ინფექცია დღეისათვის განკურნებადი არ არის, მაგრამ შესაძლებელია ვირუსის კონტროლი და დაავადების პროგრესირების შეჩერება ანტირეტროვირუსული თერაპიით. ანტირეტროვირუსული თერაპია. ეს არის მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც ამცირებს ვირუსის რაოდენობას სისხლში, ვირუსული დატვირთვა და ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას. ანტირეტროვირუსული თერაპია არ კურნავს HIV ინფექციას, მაგრამ ეფექტურად აკონტროლებს მას და ხელს უშლის შიდსის განვითარებას. ანტირეტროვირუსული თერაპიის რეგულარული მიღებით, HIV-ით დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. ანტირეტროვირუსული მედიკამენტები. თერაპიაში გამოიყენება რამდენიმე კლასის მედიკამენტი, რომლებიც მოქმედებენ ვირუსის რეპლიკაციის სხვადასხვა ეტაპზე.
ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტებია. ნუკლეოზიდური ნუკლეოტიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები აფერხებენ ვირუსული RNA-ის დნმ-ად გარდაქმნას. მაგალითები: აბაკავირი, ემტრიციტაბინი, ლამივუდინი, ტენოფოვირი. არანუკლეოზიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები ასევე აფერხებენ უკუტრანსკრიპტაზას ფერმენტის მოქმედებას. მაგალითები: ეფავირენზი, rilpivirine. პროტეაზას ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები აფერხებენ ვირუსული ცილების დაშლას, რაც აუცილებელია ვირუსის რეპლიკაციისთვის. მაგალითები: ატაზანავირი, დარუნავირი, ლოპინავირი. ინტეგრაზას ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები აფერხებენ ვირუსის დნმ-ის შეყვანას ადამიანის უჯრედის დნმ-ში. მაგალითები: დოლუტეგრავირი, რალტეგრავირი. შესვლის ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტები აფერხებენ ვირუსის უჯრედში შეღწევას. მაგალითები: ემფუვირტიდი, მარავიროკი. ანტირეტროვირუსული თერაპიაში, როგორც წესი, კომბინირდება რამდენიმე მედიკამენტი სხვადასხვა კლასიდან, რათა მაქსიმალურად დათრგუნონ ვირუსი და თავიდან აიცილონ რეზისტენტობის განვითარება. რჩევები HIV ინფექციის მქონე ადამიანებისთვის. რეგულარულად მიიღეთ მედიკამენტები, აუცილებელია მკურნალობის სქემის სუსტად დაცვა, რათა უზრუნველყოთ ვირუსის კონტროლი და დაავადების პროგრესირების შეჩერება. მიმართეთ ექიმს რეგულარული მონიტორინგისთვის, აუცილებელია ვირუსული დატვირთვისა და იმუნური სტატუსის რეგულარული შემოწმება, რათა შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაბალანსებული კვება, რეგულარული ვარჯიში და მოწევისგან თავის შეკავება დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში. იყავით ღია პარტნიორთან და ექიმთან, ინფორმირებულობა და პარტნიორთან ღია საუბარი დაგეხმარებათ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებაში. მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, თუ გყავთ HIV ინფიცირებული პარტნიორი, მიიღეთ პრევენციული ზომები, როგორიცაა პრედექსპოზიციური პროფილაქტიკა და პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. HIV ინფექციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ზომების მიღება. უსაფრთხო სექსი, გამოიყენეთ პრეზერვატივი ყოველსქესობრივ კონტაქტზე. ნემსების გაზიარებისგან თავის შეკავება, არ გამოიყენოთ სხვების მიერ გამოყენებული ნემსები. რეგულარული ტესტირება, გაიარეთ HIV-ზე ტესტირება, განსაკუთრებით თუ ხართ რისკის ქვეშ. ორსულობის დროს HIV-ის სკრინინგი, ორსულებმა აუცილებლად უნდა გაიარონ HIV-ზე ტესტირება, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გადაცემა ბავშვზე. პრედექსპოზიციური პროფილაქტიკა, HIV-ის უარყოფითი სტატუსის მქონე ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ HIV ინფექციის გადაცემის მაღალი რისკი, შეუძლიათ მიიღონ მედიკამენტები. პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა, თუ მოხდა HIV-ის შესაძლო ზემოქმედება, მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად პოსტექსპოზიციური მედიკამენტების მისაღებად. HIV ინფექცია სერიოზული დაავადებაა, მაგრამ დროული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციული ზომების მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს HIV ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობას. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.